მოგესალმებით. მე სოფო ჯაფარიძე ვარ და ეს მედგიდია. სახელი მედგიდი შემთხვევითი არ არის და ის ყოველთვის იყო, არის და იქნება შენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ მართოთ სწორად საკუთარი ჯანმრთელობა. როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. აქ იქნება მარტივი, პრაქტიკული და გასაგები პასუხები პროფესიონალებისგან, რომლებსაც ვენდობთ. ასევე მოისმენთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების ისტორიებს. მე ისევ აქ ვარ, შენთან ერთად, შენი გზამკვლევი მედიცინაში. მე სოფო ჯაფარიძე ვარ, ეს მედგიდი. კითხვა არის ასეთი. როგორ უნდა გავარჩიოთ შაკიკი ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან? რა განსხვავება არის მათ შორის? დღეს მედგიდში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ნეიროქირურგ ცოტნე ჩხიკვიშვილთან და ყველასათვის ძალიან საყვარელ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ერთად, რომელიც მრავალი წელია შაკიკის ტკივილის მართვას ცდილობს. ვიდრე სტუმრებთან გადავალ კითხვით, გაგაცნობთ ჩვენი გენერალური სპონსორის PSP-ს ექსკლუზიურ ფრანგულ პრემიუმ ბრენდს Pure Essentials, რომელიც ნამდვილი გადარჩენაა მათთვის, ვისაც თავის ტკივილი ან გადაღლა აწუხებს. 6 ორგანული ეთერზეთის კომბინაცია მომენტალურად ხსნის დაძაბულობას და გონების გადატვირთვაში გეხმარება. რაც თავარია, პროდუქცია არის 100%-ით ნატურალური, ვეგანური და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მეგობრებო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი დღეს ინგას სტუდიაშივე გაუკეთებს შაკიკის საწინააღმდეგო ინექციას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. და ინგა, დავიწყოთ შენთან კითხვით. მე ვიცი, რომ წლებია გიწევს ცხოვრება შაკიკთან ერთად. ცხოვრება და ასე პირად საუბრებში ბევრჯერ მომისმენია, რომ რაღაცნაირი ორი ცხოვრებით გიწევს ცხოვრება. თან იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც შენ ხარ უკვე რამდენი წელია. მოგვიყევი. პირველ რიგში როგორ მიხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი თავის ტკივილი და იყო შაკიკი? იცი, არ ვიცი, შესაძლებელია ეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებას უკავშირდება, რომ ძალიან გამირთულდა, ასე ვთქვათ, მე ასე ვარქმე ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან რთულად მიდის ჩემ შემთხვევაში შაკიკი, იმიტომ რომ მსმენია, ალბათ მე ექიმი უფრო კარგად ახსნის, რომ როცა შაკიკი აწუხებს ადამიანს და თან აი ძალიან მძლავრი შეტევებია, უნდა გქონდეს სიმშვიდე, უნდა იყო მყუდროდ, არ უნდა იღლებოდეს, ზედმეტი ემოცია არ უნდა გქონდეს და ჩემი პროფესიული ცხოვრება და შენადოს პირაში 3 დღე 3 საათზე მეტი კი ბატონო, ანუ და მე მიწევს მუშაობა ძალიან მაღალ სინათლეზე, წარმოუდგენელი ემოციური დატვირთვით, წარმოუდგენელი რეჟიმით, ანუ კვირაში 3-ჯერ ბევრი საათი და შესაძლებელია ამანაც გაართულა, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში, იმიტომ მოთხოვნილება მაქვს ხოლმე, როცა მეწყება შეტევა, რომ აი უბრალოდ ვიყო ჩემთვის სახლში, სიბნელეში, არ ვაკეთო არაფერი და ამ დროს გახსენდება, რომ აი ვერ იწვევი, ვერ დახუჭავ თვალს, უნდა ადგე, უნდა ჩაიცვა, უნდა დალიო წამალი, წახვიდე და პირდაპირ ეთერში უნდა იმუშაო. მე ვაბრალებ ამ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რომ აი ვერადავერ მოვაგვარე ეს პრობლემა რთულ რეჟიმს. ხო, მაგაში გეთანხმები, რომ მართლა ორი ცხოვრება გაქვს. ანუ შენ ცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაგრამ იმ წამიდან, რა წამიდანაც გეწყება შაკიკი და ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან გახშირებულია ბოლო წლებში, ის ცხოვრება უცებ რადიკალურად იცვლება მეორე ცხოვრებით და აი მაგალითად შეიძლება წინა დღეს დაგეგმო, რომ მეორე დღეს ვთქვათ სოფოსთან მივდივარ სტუმრად, ხო? ან დაბადების დღეზე, ან წვეულებაზე, ან რაღაც, ეს არ ეხება საქმეს. აქვე დავაკონკრეტებ, საქმე ესაა კონსტიტუცია, რომელსაც უბრალოდ არ გადახედავ და ემორჩილები, როგორც ყველაზე ძლიერ შაკიკის შეტევის დროსაც. აი და გეწყება შაკიკი და წინა დღეს რაც დაგეგმე, გიყირავდება.
თავიდან სულ მქონდა ხოლმე ეგეთი კომპლექსი, რომ ადამიანებს ვეგონებით, რომ მატყუ არა. აი, ცოტა ისეთ მატყუ არა ხარ რა, იმიტომ რომ მასთან ერთად დაგეგმე მეორე დღე და შენ თენდება გეწყება საშინელი შეტევა შაკიკის, რასაც კიდევ პლუს სხვადასხვა ძალიან მძიმე სიმპტომი ახლავს და შენ გიწევს რომ დარეკო და ვერ მოვდივარ და აი ცოტა უხერხულობის განცდა გიპყრობს, ცოტა არა, ძალიან. ეხლა უკვე ვინც მიცნობს, ყველა მიცის ეს ჩემი მდგომარეობა და უკვე ყველა მიცის, რომ ჩემთან ერთად არაფერი არ უნდა დაგეგმონ. გარდა საქმის. საქმეს როცა ეხება, იქ უკვე იძულებული ვარ, რომ ვიყო. სანამ მაგას კიდევ უფრო კარგად და დეტალურად გითხავთ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ არაერთხელ გადაცემის დროსაც გქონია მწვავე შაკიკის შეტევა და ძალიან ისეთი რთული დღეები გაქვს გავლილი. მოდი, ცოტნეს ვკითხოთ, ცოტნე როგორ უნდა განვასხვაოთ შაკიკი ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან, აი რა განსხვავებაა. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს სამწუხაროდ დღეს ეს პრობლემა და როგორ უნდა მიხვდნენ. ეს არის შაკიკი და უნდა მიხედონ რაღაც სხვანაირად, თუ ეს არის თავის ტკივილი, ჩვეულებრივი თავის ტკივილი, რასაც ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ქონდეს. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს თავის ტკივილის გამოწვევის და ზოგადად თავის ტკივილი, როგორც ასეთი ცალკე აღებული სიმპტომი არ არის პათოგნომური, ანუ არ ახასიათებს რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, ну თქვათ ავიღოთ და ვიეჭოთ, რომ გინდა თუ არა ამის რახან თავი მტკივა ეს მჭირს. ხშირად არის ხოლმე მაგალითად ანევრიზმა, თავის ტვინის სიმსივნეები, რასაც ის ეშინიათ პაციენტებს და რაც აბსოლუტურად ტყუილი შიშებია, რადგან ვერც ერთი ანევრიზმა თუ არ გაწყდა, რა თქმა უნდა, ეს ანევრიზმა და ვერც ერთი სიმსივნე წლების განმავლობაში თავის ტკივილს ვერ გამოიწვევს, ხო? როდესაც რაღაც თავის ტკივილი უკვე სისტემატიური ხდება, უფრო სწორედ და ერთ და იგივე ხასიათის არის, უკვე შემდგომ ხდება ამ თავის ტკივილის კლასიფიცირება, ამ ტკივილის, მხოლოდ ტკივილის ხასიათის და ლოკალიზაციის მიხედვით. და კონკრეტულ კრიტერიუმების შეჯამების შემდგომ უკვე შეგვიძლია დავსვათ დიაგნოზი, ეს არის შაკიკი, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, ჰიპერტენზიული ტიპის თავის ტკივილი თუ სხვა. ინგა, შენ პირად ცხოვრებაზე ალბათ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს შაკიკი. როგორ შეგცვალა, როგორც ადამიანი და შენი ცხოვრების წესი რამდენად შეცვალა შაკიკმა? როგორ ისწავლე მართვა? ძალიან შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ მე აღარ ვარ ჩემს თავზე დამოკიდებული. ანუ მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ადამიანი აღარ ვარ. ეს არის ურთულესი ამბავი. შენ გიწევს ისწავლო ამ შენს უზარმაზარ პრობლემასთან ერთად ცხოვრება. ეხლა ჯანმრთელობის პრობლემა მქონია უამრავჯერ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აი მართლა ჯოჯოხეთია, რასაც გადიან ის ადამიანები, ვისაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევა. ვისწავლე მართვა, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რადგან ჩემი სამსახური არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოვარგო სიმშვიდე, მოვარგო გარემო, მოვარგო ხო, აი სიბნელე, როცა მინდა, სხვა რაღაცეებით ვცდილობ, რომ გავაკონტროლო. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში საკვებსაც უკავშირდება. ყველას არ აქვს. ხო, აი არ ვიცი, აი ექიმია აქ და უკეთ ახსნის. მაგალითად, გლუტენის შემცველი, ლაქტოზას შემცველი, ეს ადრე მეგონა ტრენდული. როდესაც ვიღაცას ურჩევია ჩემთვის, არა. ანუ ზუსტად უნდა ვიცოდე. მაგალითად, ტკბილი ოდნავ მეტი თუ მომივიდა, შესაძლებელია ეს გახდეს მიზეზი და მენატრება ცხარე საჭმელი. უბრალოდ აღარ ჭამ. ანუ კვება იწევს ჩემ შემთხვევაში კიდევ ხშირად. საკვების რაციონიც შეიცვალა სრულად ჩემ ცხოვრებაში. სრულად მომენტალურად მიფეთქება შოკოლადი. აი იცი რამდენი წელია არ მიჭამია. ეს ყველაფერი იყო ჩემი საყვარელი საჭმელი. მენატრება და ყველაფრის რაციონიდან ამოღება მოგიწია. არა, მიწევს. ეს თუ არ გავაკონტროლე, ეგრევე რეაქციას მაძლევს. შეიძლება ეს უბრალოდ რაღაცა გამაღიზიანებელი ფაქტორი ხდება, მაგრამ ჩემი შაკიკი პირველი სიმპტომი აი აქედან მეწყება. აი აქ ტკივილი? არა.
აი რაღაც უცნაური შეგრძნებით მეწყება, აქედან იწყება და მერე გადადის რა თავზე რა. ეს ეხლა მე კვებაზე ვსაუბრობ, თორე აი ყველაფერი უკავშირდება, მაგალითად სიცივე ეხლა ვუყვებოდი ზუსტად ექიმს, რომ შიმშილი იმდენად არ მოქმედებს, როგორ არ მოქმედებს, რამდენადაც, მაგრამ უფრო ძლიერად აი ეს ჩამონათვალი, რაც მე ახლა გავაკეთე, ძალიან მოკლესია. ძალიან რთულია და ცოტა ძალიან საინტერესო თემას შეეხო ინგა გაშაკიკის გამომწვევი მიზეზი. ან რა პროვოცირებას რა ახდენს. მე მაგალითად აი რამდენიმე წელია დამეწყო, ცხადია ისე არა როგორც ინგას აქვს ამ სიმძიმით და სიხშირით, ყველაზე მეტად მე ვუკავშირებ ქარს. ქარის დროს არ არსებობს იყოს გარეთ ქარი და მე შაკეკი არ დამეწყოს. უძილობას და სტრესს მეტი მე აი კვებასთან დაკავშირებული არასოდეს არ მქონია. მოდი ცოტნე მოგვიყევი ძირითადი სიმპტომები არა. ბოდიში გამომწვევი მიზეზი ძირითადი რა არის შაკეკის. არის თქვა რაღაცა ტრიგერული, ასე თქვა ფაქტორები, რომელიც რეალურად ძალიან ინდივიდუალურია. იმიტომ რომ არიან ადამიანებს მაგალითად კოფეინზე ეწყება და არიან ვისაც პირიქით კოფეინზე შეტევის დრო ეხსნება ტკივილი, ანუ ძალიან ჩემთვის ჯადოსნური წყალივით აი ძალიან ბევრ ისტორიას ვისმენ, ანუ ასე თქვა ზოგი იმასაც მეუბნება მაგალითად თქვა სინათლეზე თუ არ მეწყება, ან ხმაურზე თუ არ ან ქარზე, ან საჭმელზე თუ არ მეწყება, ესე იგი შაკიკი არ მაქვს, ანუ რეალურად ეს ასე არ არის, ანუ შაკიკის კრიტერიუმებში ხან ამდუად რაზე იწყება ტკივილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი თავარი ის არის, რომ ეს ფაქტიურად არის დაავადება კი რაღაცა ყავს, რომელიც გაკონტროლებს. ანუ შენ ხო ჩემი პაციენტები, რომლებიც განთავისუფლდნენ მაგალითად შაკიკისგან, პირველი მეუბნებიან, რომ ჩემს ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნეთ. აი ზუსტად ის რაც თქვა, გინდა გასართობად, გინდა წასვლა, თქვა, გინდა რაღაც ალკოჰოლის დალევა, გინდა რაღაცის ჭამა, გინდა არ ფიქრობ იმაზე, რომ ეხლა ამას გავაკეთებ. ან ამას ვაიდა რას გადავიხდი იმისთვის რომ ეხა ეს მიღირს თუ არა რომ აი მაგალითად ცხარეო ჭამო რამდენად გიყვარს ცხარე რომ მე თავი ზოგიერთი რომ უღირს და ჭამს და მე ტკივა სამილყე თავი ტკივად და ვერ იყუჩებენ ეს არის მე მგონი შაკიკის შემთხვევაში ყველაზე ისეთი აქტუალური პრობლემა არის ძირითადი ტკივილგამაყუჩებლები რომლებიც ჩვეულებრივი თავის ტკივილის დროს მოქმედებენ შაკიკის დროს ვერაფრით ვერ მოქმედებენ. ძირითადი ჩემ გარშემო მე რასაც ვისმენე, ჩემ შემთხვევაში მაგალითად იბუპროფენის ჯგუფიც კი მოქმედებს. მაგრამ ძირითადად რასაც ვისმენ, შაკიკის მქონე ადამიანებზე არ მოქმედებს ყველა ტკივილგამაყუჩებელი. რატომ? არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად მართავენ შაკიკს. და ამ ადამიანებს არც თქვათ რაიმე დამატებითი ინტერვენცია ჭირდებათ, არც თქვათ ბოტულინოთერაპია, არც ოპერაცია, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ტოლერანტულები არიან მედიკამენტების მიმართ და შეიძლება მაგალითად ხშირად არის რომ რაღაცა წამალი რაღაცა პერიოდი მოქმედებს, შემდგომ ეჩვევა ორგანიზმი, ვეღარ ძლევს უკვე ამ ტკივილს, მე სხვა წამალზე გადადიხარ, მე ისიც და შეიძლება საბოლოო ჯამში აღარც ერთი წამალი არ შევოს და არიან პაციენტები, რომელსაც 72 საათი ტკივათ მაგალითად თავი და სამდღიანი შეტევები აქვთ, ისე რომ ვერაფერი ვერ უყუჩებ, ცოტა ხანი დაუვამებთ, მე ისევ დაიწყებათ და ძალიან იტანჯებიან გამოკლედ. ინგა, როგორ ახერხებ ხოლმე, როდესაც აი ეს მე არაერთხელ მომისმენია შენგან და შენი შვილისგან, რომელიც ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს მარიამისგან, რომელსაც უთქვამს, რომ აი მიმიყვანია ინგა ტელევიზიაში და მანქანიდან ვერ გადასულა, ისეთი გაუსაძლისი ტკივილი ქონდა და აი რაღაცა პერიოდი აი ასე სიმშვიდეში იყო, მერე გადავიდოდა და აი ასე თან არასდროს არ გეტყობა, ისეთ იმხელა ემოციით და იმხელა ტემპერამენტი გაქვს, მე მგონი, რა ვიცი, ეს შველის იმას, რომ შეგიძლია რო გადაცემა ამ დროს როგორ ახერხებ და აი რა შემთხვევები გქონია მართლა ძალიან რთულია აი კონკრეტული შემთხვევა ხარ შემიძლია გითხრა ორი გადაცემის წინ არ მახსოვს არც ერთი სიტყვა რაც რესპონდენტმა მითხრა გადაცემაში ერთადერთი კონცენტრირება მქონდა რომ თემა
ვიცოდი რაზე ვლაპარაკობდი და ვიცოდი მე რას ვლაპარაკობდი, მაგრამ აი საწინააღმდეგო მხრიდან რესპონდენტი რას მეუბნებოდა, უბრალოდ არ მახსოვს. და ეს არის ძალიან მძიმე. ხა მაყურებელმა ეს არ უნდა შეგატყოს. ცხადია, მაგრამ მე მაინც შეიძლება იმიტომ რომ უკვე ბევრმა იცის ჩემს გარშემო ეს რომ ხშირად მაქვს ეს შეტევები და მაინც მატყობენ. მაგათაც პროდიუსერები მატყობენ, ვიღაც ახლო ადამიანები მოტორიკაც კი შენელებული მაქვს ხოლმე, ანუ აი როცა მიმყავს გადაცემა, არასოდეს არ შეგვიტყვეს. კი, აი შენელებულია. ან შესაძლებელია სტუმარი ლაპარაკობს დაუსრულებლად და პროდიუსერს უთქვა მსხურში, რომ ინგა ხმა მოიღე, ანუ აი საერთოდ რო ვერ ხვდები რა, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მივეჩვე, მე როცა მაქვს გადაცემა, მაგ დღეს მედიკამენტს წინასწარ ვიღებ. ვიდრე შევალ ეთერში, იმიტომ რომ არა, როცა ტკივილი ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ გამორიცხულია. ეს ხო სხვადასხვა ფორმაა, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში არის აი აქ წარმოიდგინე ესეთი მდგომარეობა, აი ესე გიკაკუნებს, მე ეს ტკივილი გადადის მთელ თავზე, ჩემს შაკიკს ახლავს თავის ტკივილის გარდა კიდევ სხვა სიმპტომები, თვალის ტკივილი რაც წარმოუდგე, აჭრელება თვალის და კონცენტრაციას ვერ ახერხებ რა, ანუ ერთ წერტილშივე. მე მაგალითად ძალიან ბევრი წელია საჭესთან აღარ ვზივარ. ამის გამო? მთელი ცხოვრება ჩემთვის იყო განმუხტვის საუკეთესო საშუალება წლების წინ, როცა გადაცემაში ვიღლებოდი, მარტო ვჯდებოდი ხოლმე საჭესთან და ეს იყო უამრავი წელი, რაღაც ჩემს საყვარელ მუსიკას ჩავთავდი და ეს იყო ჩემთვის პირველი განმუხტვა გადაცემის მერე. დაახლოებით ალბათ 1-5 წელია მეტი მე საჭესთან არ ვზივარ, იმიტომ რომ ხშირია ეს შაკიკის შემოტევა. მერე თვალების სიჭრელი ახლავს. და ეს ისე დისკომფორტს უკავშირდება, რომ საერთოდ უარი ვთქვი მანქანაზე, ვოცნებობ, მენატრება, რომ მანქანით ვიარო, მაგრამ გამორიცხულად მიმაჩნია. აი, ჩემ შემთხვევაში მართლა არ მინდა ეხა ისე გამომივიდეს, გავაზვიადო, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც ფორმა საკმაოდ მძიმეა. იმიტომ რომ აი თქვენ მე ერთხელ ჩვენ ადრე გქონია საუბარი ამ თემაზე, ჩემი სიმპტომები მოვუყევი და გვისაუბრია იმაზე, რამდენი წამალი შეიძლება, ხო, თვის განმავლობაში მიიღო. მე რაც ნებადართულად ითვლება იმაზე, ბევრად მეც ვიღებ ხოლმე. და სხვა შორის ყველა წამალი ერთნაირად არ მოქმედებს. არის წამლები, რომლებიც მაგდებს, აი სრულიად რო გადუნებს და მე მიგნებული მაქვს. მაგალითად, მიგრალგინი, ჩემ შემთხვევაში არის ყველაზე კარგად რაც მუშაობს ის წამალი. მიცდია რაღაც საოცარი რაოდენობის სხვადასხვა წამლები ჩამოუტანია ჩემს მეგობრებს, სრულიად უცნობ ადამიანებს გამოუგზავნიათ, როცა ამ თემაზე ჩემი ინტერვიუ ან რაღაც საუბარი მოусმენია. ესე არაფერი არ მშოვის, ანუ მიგრალგინი არის ყველაზე კარგი მიგნება და ეხა პირველივე სიმპტომზე ერთხელ აი აქ ჩამარტყავს თუ არა, თუ მოვასწარი, თუ არ მძინავს, ეგრევე ვყავ. ინგა, ანუ რაც ყველაზე ხშირად იმდენად ეშინია თქვა ჩაკიან ადამიანს, როგორც კი პატარა სიმპტომი გამოჩნდება, შეიძლება არც დაეწყოს, ხო, ეთქოთ შეიძლება რაღაც. მაგრამ შიშიდან თავის ტკივილი ყოს იმდენად ეშინია, რომ ყველა შემთხვევაში იღებენ წინასწარ ტრიპტანის ჯგუფის წამლებს, რომელმაც თავად ჭაბი მიღების შემთხვევაში თავად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. ბევრად უფრო უარესი რეალურად მდგომარეობა, ვიდრე აი რა მაგალითად. ანუ გაახშიროს თქვა ჩაკის ტკივილი, შეტევები გაგიხშიროს, იქნება აბსოლუტურად წამალზე არანაირი რეაქცია აღარ იქნება და მთელი თავის ტკივილი უფრო ძლიერი ტკივილებით იცის ხოლმე და რაც თავარია ძალიან რთული სამკურნალოა. მედიკამენტის გადაჭარბების შემთხვევაში. ჭარბად მიღების შემთხვევაში. ხო, მაგრამ მაშინ გამოსავალი რა არის მაგ შემთხვევაში, აი როგორ უნდა მკურნალობა და რეალურად ამიტომ არის ქრონიკული შაკიკის დროს, როდესაც თქვათ წამლები და მით უმეტეს წამალ, ასე ვთქვათ, გამძლე შაკიკის დროს
რომ უნდა გადავიდეთ რაღაცა სხვა მეთოდებზე, როგორც იქამდე სანამ გადახვალთ ინექციურები და ოპერაციები და სხვა. ოღონდ ეს წამალი მე თვითონვე ძალიან რთული სამკურნალოა. ეს ჩემი დანიშნული წამალია, იმიტომ რომ იმდენნაირი წამალი ვცადე. ამოედგინა მაგის გამოსავალი, რომ 3 კვირა არ უნდა მიიღოთ იტანეს ჯგუფის წამლები. საერთოდ აი რა ალტერნატიული მკურნალობები არის ფიზიკური მეთოდები, თქვათ, ვარჯიში და ცხოვრების სტილი უნდა შეცვალო რაღაც პერიოდი, მაგალითად შენ სამუშაოს მიმართებაში არ გამოგივი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო მაგ წამლებთან. იქამდე სანამ გადავართ ინექციურ მეთოდზე, რომელზეც ცოტნეზე ლეგენდები დადის, თამამად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ სმენია, ვიცი, კი, მე გამიგია ბევრი რამ ცოტნეზე, კი. კლინიკა პირველის ძალიან ბევრი პაციენტი პირადად აი მე შემხვედრია და მადლობა უთქვამთ იმისთვის, რომ აი ფაქტიურად აი მართლაც რაც წეღან თქვა ცოტნემ რომ დამაბრუნა ცხოვრებაში, დამიბრუნა ჩემსაგი. დავდგამ ჩემი სახლის შესასვლელთან და დილით ვაკოცებ გამოსვლისას საღამოს რო შევალ კიდე. ეს არის წარმოუდგენელი. არა მართლაც ეს არის წარმოიდგინე ჩემს თვალში ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ ეს მომიგვაროს ალბათ გაუტოლდება ჯადოქარს, გაუტოლდება რა ვიცი მე რაღაც ცალოცავს, იმიტომ რომ ვისაც ეს არ გამოუცდია, ის უბრალოდ ვერ გაიგებს და იფიქრებს, რომ რაღაცას ჰიპერბოლიზებას ვახდენ, არა. აი ვისაც აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს შაკიკი, მან იცის რაზე ვლაპარაკობ, მე ხა ვარჯიში რომ ახსენეთ, ხო? გამორიცხულია, ერთი დღე ხარ კარგად მობილიზებული, მზად ხარ რომ დაიწყო, ნერვები მეშლებოდა ხოლმე რომ მეუბნებოდნენ წონასთან ბრძოლის მეთოდებს როცა მიხსნიდნენ რომ ამას ჯობს რომ იკვებო, ივარჯიშო, აი რანაირად უნდა ვივარჯიშო, იმიტომ რომ ერთ დღეს შემილია გავიღვიძო, წავიდე და ვივარჯიშო და მეორე დილა თენდება ჯოჯოხეთური ტკივით. ერთადერთი რაც სიამოვნებას მანიჭებს, მათ შორის ყველაზე მძაფრი შეტევისას არის ცურვა. ეს უნდა ვაღიარ. აი ესე გულაღმა როცა წვები და თავი რომ აქვს წყალში ჩადებული, აი ერთადერთი ეგ არის რაც მისია. სანამ გადავალთ აი ამ ცოტნეს მაგას ტივი ქვია. ხო, არა, აი ესე უნდა მქონდეს, აი თავიზე უნდა. სანამ ცოტნეს ჯადოქრობაზე გადავალთ, როგორც ჩვენ აღნიშნე და მართლაც ასე მოიხსენიებენ პაციენტები, იმიტომ რომ ნუ ლეგენდები დადის. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ბევრი პაციენტი კლინიკა პირველში შემხვედრია და თავად ვთქვამთ, რომ აი მადლობა, რომ აი ცხოვრება დაგვიბრუნეთ, მადლობა, რომ მოკლედ ძალიან კმაყოფილი პაციენტები სანამ გადავალთ და თავად გაიკეთებ ამ პროცედურას ძალიან საინტერესოა ერთი რამ. შენ დაიკერე ძალიან ბევრი. წონას თუ უკავშირებ, აი წონის ასეთი რადიკალური კლების შემდგომ თუ შემციდებ, ბევრისგან გამიგია რომ შაკიკი მაქვს და მეუბნებიან რომ აი რაღაცა წონა ასევე არის ერთ-ერთი ჭარბი წონა ასევე არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. შენ შემთხვევაში რამდენად იყო ზედმეტი კილოგრამები, რაც უკვე აღარ გაქვს, რამდენად უკავშირებ, რომ მაშინ უფრო მეტად გქონდა ეს შეტევები? ვიცი რა, მეც მეჩვენებოდა, როცა დავიკელი დიდი წონა, რომ თითქოს შემინელდა. ანუ უფრო იშვიათობა მეკცა შაკიკის შეტევები, მაგრამ არ გამოდის. მე ვარ ანომალიური მოვლენა, იმიტომ რომ მე მაქვს შაკიკთან ერთად აი ხა გამომივარ უწუწუნებ, არა ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ეს პროფესია მაქვს და მიყვარს და ვაფრენ ჩემ პროფესიაზე, მაგრამ არ გამოდის, არ თავსდება რა. ანუ აი ხა ცოტნემ ხო ყველაზე კარგად იცის რა სჭირდება პაციენტს მოწესრიგებული ცხოვრება, შენ უნდა იმუშაო შენს თავზე. მე მაქვს ისეთი ემოციების კასკადი ყოველ დღე. ჯერ ესეთი ელდა. მე მარტო სამწუხარო ინფორმაციაზე შეიძლება არ დამეწყოს შეტევა, აი რაღაცაზე რომ განერვიულდე. შეიძლება რაღაც გამიხარდეს
და უცებ ამიფეთქდეს შაკიკი. ესეც როგორი მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, ეხლა რომ ასაკში შევედი, უფრო ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს და წლები იყოს საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი. აი ამ ემოციაზეც მიფეთქდება. თან წარმოიდგინე ხა ესეთი გიჟი გადარეული ემოციების ადამიანი ჩემი რეჟიმის მართლა კვირაში მიწევს მინიმუმ 9 საათი პირდაპირ ეთერი და ეს ყველაფერი არ იძლევა იმის საშუალებას, თორემ წონა რომ დავაგდე, მართლა მეჩვენებოდა თავიდან, რომ უფრო შემცირდა, მაგრამ აი ჩემი ესეთი რეჟიმი მგონია, რომ შეუთავსებელი, ამიტომ ვამბობ, არ ვიცი, თუ ამის მკურნალობის რაღაცა რეალური მეთოდი არსებობს, არ ვიცი, ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანია. მე მჯერა რომ ის რასაც ახლა ცოტნე გაგიკეთებს, ეს იქნება ის წერტილი, რომელიც შენ ცხოვრებას ისეც გახდის, როგორიც იყო 10 წლის წინ და დაიბრუნებ ცხოვრებაზე კონტროლს. როგორც თქვი, რომ დაკარგული გაქვს და როგორც ცოტნე ამბობს, რომ მას პაციენტები სწორედ ამ ჩივილით მიმართავენ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე ადამიანები კარგავენ კონტროლს. აბსოლუტურად. და ხო, სრულად ვარდები ყველანაირი რეჟიმიდან და შენი ცხოვრება ხდება ძალიან რთული. მოდი, შეგვიძლია თამამად დავარქვათ ასე. ხო, თან ცოტა აუტანელი ტიპიც ხდები რა. საზოგადოებისთვის, შენი გარემოცვისთვის, შენი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ როგორ ხარ? აუ, ცუდად. წარმოიდგინე, აი ხო უნდა დასრულდეს. აი მაგალითად ჩემი შვილი, ამას წინათ მეუბნება, რომ ხო შეიძლება რომ კვირაში ერთხელ მაინც არ თქვა რომ ცუდად ხარ და ვეუბნები რომ თავი მტკივა და რა ვქნა. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი თემა რაზეც ახლა შენ საუბრობდი, კონტროლი შენ საკუთარ ცხოვრებაზე. ეგ არის ის დაავადება, რომელიც სრულად გაკარგინებს. სხვა გაკონტროლებს ვიღაც, შენ ვერ. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ცოტნე ჩვენ დღეს აქ და ახლა იმგას უნდა დავუბრუნოთ კონტროლი ცხოვრებაზე და მოყევი რა უნდა გავუკეთო. მე ვიცი, რომ ამას ქვია ბოტულინო ტოქსინით ინექცია, როგორც ვძახით ბოტოქს. ბევრისგან გაგვიგია, რომ ბოტოქსი შველის შაკიკს. და მოდი გითხარი ახლა რა უნდა გავუკეთო და მე მგონი დროა დავიწყოთ. ზოგადად როგორც აღნიშნე, როცა ადამიანს აქვს წარმომდგრადი შაკიკი, უკვე იძულებულები ვართ გადავიდეთ სხვადასხვა მეთოდებზე. ანუ ინვაზიური მეთოდი ნიშნავს, როდესაც უკვე ხდება არა მედიკამენტოზური, არამედ რაიმე სხვა მეთოდის გამოყენება, ხო? არსებობს რამოდენიმე ვარიანტი, ეს არის ბლოკადა, ეს არის ბოტოქსი და ეს არის ოპერაცია. ან კომბინაცია ამ სამი მეთოდის. ყველას თავისი ჩვენება აქვს, ესე არ არის, აი მოდი ამას გავიკეთებ, მოდი ამას გავიკეთებ. მე თვითონ კონსულტაციის დროს შემიძლია რომ განსვაძღრო რომელი პაციენტს რომელი უფრო მოუხდება, ну წინასწარ 100% მაინც არ იცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია რაღაცა მემართულება მიცე და შეეცადა რომ თქვათ იმ მეთოდით მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. ბოტოქსიასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, დაახლოებით 80% შედეგიანობით ხასიათდება და რაიმე გართულებების, ასე ვთქვათ, ყველანაირი გართულებების გარეშე შესაძლებელია 6 თვით ადამიანმა დაახლოებით პლუს-მინუს 6 თვით დაისვენოს და შემდგომ რა თქმა უნდა გაიმეოროს და ასე მართოს ეს შაკიკი, სანამ თვითონ ეს შაკიკი არ დაანებებს თავს, ხო? ასევე არსებობს მაგალითად ბლოკადა, რომელიც შეიძლება შეტევის დროს გამოყენებული იქნას, რათა თუნდაც ეს 3 დღიანი შეტევები მოიხსნას, მაგრამ მას ხანგრძლივი შედეგი არ ახასიათებს. ასევე ოპერაციას, რომელსაც ვაკეთებ უკვე დაახლოებით 4 წელია და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. მე ვიცი 500-მდე ოპერაცია გაკეთებული და აქედან 85%-მდე 85% გვაქვს წარმატებული ოპერაციები, რაც ძალიან ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს ნიშნავს. აი ეს ოპერაცია რა არის? ანუ თავისთავად აი რა როგორ კეთდება, რა შეხება ამ შემთხვევაში? კანის თავის სკალპზე კეთდება, ეს კანზე კეთდება რეალურად ოპერაცია და კანქვეშა ნერვულ დაბოლოებებზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის კავშირში ან ტვინთან ან მოძრაობასთან, სადაც საკმაოდ მარტივი, ასე ვთქვათ, გართულებების გარეშე
ოპერაცია, რომელიც არ საჭიროებს რაიმე ხანგრძლივი რეაბილიტაციას, ან თქვათ რაიმე შემდგომ დაკვირვებას და თვითონ ანუ რამოდენიმე წერტილი შეიძლება თავის გარშემო იყოს, როგორც ახლა მაგალითად ამ ბოტოქსს ვაკეთებთ 29 წერტილზე, მთელი თავის გარშემო გაიდლაინის მიხედვით. იგივენაირად აი ამ წერტილების თქვათ ნერვები, ის ნერვები, რომელიც ამ წერტილებზე არის პასუხისმგებელი, ამ ნერვებზე კეთდება ეს ოპერაცია, თუმცა ეს არის სამუდამო, მაგრამ ეს უკვე რა თქმა უნდა შემდგომი ეტაპია, რადგან უკვე განაკვეთი კეთდება კანზე მინიმალური, ხო. ბოტოქსსაც შეეხება ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე და მხოლოდ ამერიკული პრეპარატით, რომელსაც ალერგანის ბოტოქსი და არის FDA-ის მიერ აღიარებული და რეგისტრირებული საქართველოში. რამდენადაც ვიცი, აპტოსი არის მისი ოფიციალური შემომტანი. დიახ. ძალიან კარგი. მე მგონი არის გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ხანგრძლივობით ასთავად. ნახოთ. ცოტა. კი. მე ვიქნები დღეს შენი ასისტენტი, ცოტა რამდენი ჩხლეტა არის საჭირო? 29. მოკეთ მაყურებელს მინდა ეხა შევპირდე რომ აუცილებლად გაგაგებინებთ აი ამ ყველაფრის შედეგს ეხლა რა ცოტნემ გამიკეთა არ არის მარტივი ნუ ტკივილზე განსაკუთრებული მგრძნობელობა მაქვს სხვა ჩოის პატარა ჩხლეტაზეც კი ხო იცი მე მეზოთერაპიასაც ვერ ვიკეთებ არ შემიძლია და როგორ გმირულად გაუძელი 29 არა 30 ინექციას საერთო ჯამში და მაყურებელს პირობას ვაძლევ რომ აუცილებლად გავაგებინებ მიშველის თუ არ მიშველის ძალიან ოპტიმისტურად მივდივარ ახლა აქედან. ანუ ცოტნეს ძეგლს დადგამ თუ არ დადგამ? ცოტნეს ძეგლს დავდგამ თუ არ დავდგამ და აუცილებლად ძეგლს დადგავს თუ კუბოს? არა, ძეგლს დავდგამ ოქროსას თუ ბრინჯაოს. ასე რომ მინდა გელოდებით და ნახოთ ძალიან მალე რომ მოხვალ ჩვენთან მზადება იქნება თუ არა დაწყებული ცოტნეს ძეგლის. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და შენ ერთხელ და სამუდამოდ აი ამ პრობლემისგან გათავისუფლდები და მადლობა ცოტნე შენ და მადლობა ორივეს აი ამ ეს სამუდამოა თუ თვეებით გათავისუფლდე. ანუ 6 თვით უნდა გავთავისუფლდე ამ პრობლემისგან. არ არსებობს რომ არ მოგიყვეთ მაყურებელს მიმართავ. თუ ეს მართლა 6 თვით ადამიანს ათავისუფლებს, მაშინ ძალიან მაგარი ამბავია და გაგაგებინებ. აბა მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. თქვენს დაგემშვიდობებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში შაკიკის მკურნალობის პროცედურა ჩატარდა ასე სტუდიაში, გადაცემაში, ასე რომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ისევ და ისევ ძალიან საინტერესო თემებით და სტუმრებით დაგიბრუნდებთ.